1121 წელი. აგვისტოს პაპანაქება. თითქოს ჰაერიც კი გაჩერებულა და რაღაც გარდაუვალს ელოდება. საქართველო გზაგასაყარზე დგას. ეს არ არის უბრალოდ ომი ტერიტორიისთვის, ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის, რწმენისთვის და მომავლისთვის, რომელსაც ძლევაის საკულოველი უნდა ეწოდოს. კოალიციური ლაშქარი, რომლის რაოდენობაც ყოველგვარ წარმოდგენას ცილდება, თბილისისკენ მოემართება. ილღაზის მრავალრიცხოვანი არმია, როგორც შავი ნისლი ისე ფარავს ჰორიზონტს. მათ წინააღმდეგ კი დგას დავითი, მეფე, რომელმაც იცის, რომ უკან დახევა სიკვდილის ტოლფასია. დავით აღმაშენებლის გენიალურობა არა მხოლოდ მის ხმალში, არამედ მის გონებაში იყო. მან ბრძოლის ველად დიდგორი აირჩია. ადგილი, სადაც მტრის სიმრავლე მისსავე მახედ იქცეოდა. ვიწრო ხეობებში მრავალათასიანი არმია ვერ გაიშლებოდა. მათი რიცხობრივი უპირატესობა კი აზრს დაკარგავდა. დააკვირდით ქართველთა განლაგებას, დისციპლინა, სიმტკიცე და რწმენა. მეფემ გასცა ბრძანება, რომელმაც უკან დასახევი გზა ჩაკეტა. ხეობის შესასვლელები ხერგებით ჩაიხერგა. აქავს წყდებით, ანუ აქავს ძლევთ. ეს არ იყო მხოლოდ სიტყვები, ეს იყო ფიცი, რომელიც თითოეული მეომრის გულში გაჟღერდა. ბრძოლა დაიწყო არა შეტაკებით, არამედ სიურპრიზით. 200 თავდადებული მეომარი მტრის ბანაკისკენ დაიძრა. მათ ეგონათ, რომ ქართველები დანებებას აპირებდნენ, მაგრამ ეს იყო დიდგორის პირველი, სასიკვდილო დარტყმა. ხეობის გულში შეღწეულმა გმირებმა მტრის რიგებში ქაოსი დათესეს. სწორედ ამ დროს, როცა დაბნეულობამ პიკს მიაღწია, დავითმა მთავარი იერიში მიიტანა. ქართველთა ცხენოსანი ჯარი, როგორც ზვავი, ისე დაეშვა ფერდობებიდან. მარჯვნიდან დავითი, მარცხნიდან უფლისწული დემეტრე. მტერი დაიბნა. ვიწრო ხეობაში ილღაზის მეომრები ერთმანეთს თელავდნენ. დიდგორი იქცა დიდ ხაფანგად, სადაც დავითის სტრატეგიამ რკინი მარყუჟი შეკრა. 3 საათი. სულ რაღაც 3 საათი დასჭირდა იმას, რომ მსოფლიოს უდიდესი კოალიცია დაშლილიყო და გაქცეულიყო. ქართველებმა მტერს დასვენების საშუალება არ მისცეს. დევნა გაგრძელდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ეს არ იყო მხოლოდ გამარჯვება, ეს იყო ქართული სულის ზეიმი. დავითი ბრძოლის ველზე დგას, ტვერი ილექება, ხმაური მცირდება, მხოლოდ დაჭრილთა კვნესა და გამარჯვებულთა მძიმე სუნთქვა ისმის. ამ დღეს თბილისის ბედიც გადაწყდა და მთელი კავკასიისაც. საქართველომ დაამტკიცა, რომ პატარა ერს, რომელიც ერთიანია თავისი მეფისა და იდეის გარშემო, შეუძლებელის შეძლება შეუძლია. მზე ნელ-ნელა დასავლეთისკენ იხრებოდა, როდესაც დიდგორის ველზე ბოლო ხმლის ხმაც ჩაწყდა. ეს სიჩუმე უფრო ხმამაღალი იყო, ვიდრე თავად ბრძოლის ყიჟინა. დავითმა იცოდა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. წინ თბილისი ელოდა. ქალაქი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვის ხელში იყო და ახლა სახლში დაბრუნების ჟამი დაუდგა. დიდგორის გამარჯვებამ გზა გაუხსნა საქართველოს ოქროს ხანას, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. მომდევნო დღეებში ქართული ლაშქარი მედგრად დაედევნა გაქცეულ მტერს. არც ერთი წუთი დასვენებისა, არც ერთი წუთი ყოყმანისა. მეფის სტრატეგია ითვალისწინებდა მტრის სრულ დემორალიზებას, რათა მათ აღარასოდეს გაევლოთ გულში საქართველოს მიწაზე ფეხის დადგმა. ეს იყო გაკვეტილი, რომელიც მთელმა აღმოსავლეთმა და დასავლეთმა ისწავლა. ევროპელი ჯვაროსნებიც კი გაოცებულნი წერდნენ ქართველთა სიმამაცეზე, რომელიც მათ საკუთარი თვალით იხილეს დიდგორის კლდეებს შორის. დავითი არ იყო მხოლოდ მეომარი, ის იყო ერის მამა. ბრძოლის შემდეგ ის თავად დადიოდა დაჭრილებს შორის, ანუგეშებდა მათ და მადლობას უხდიდა თავდადებისთვის. ყოველი დაღუპული მეომრის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს მატიანეში. დიდგორი იქცა სიმბოლოდ იმისა, რომ როდესაც ქვეყანა ერისა და ბერის ერთიანობით იბრძვის, მას ვერანაირი მიწიერი ძალა ვერ შეაჩერებს. დღეს, როდესაც დიდგორის მონუმენტები ცას მიხყურებენ, ჩვენ გვახსენდება, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა. ის არის ყოველდღიური ბრძოლა. დიდგორი არ დასრულებულა 1121 წელს. ის გრძელდება ყოველთვის, როცა ქართველი თავისი ქვეყნის დასაცავად დგება. დიდგორი არ დარჩენილა მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებში. ის ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებაშია. ყოველ წელს, როცა აგვისტოს მზე დიდგორის ველს ანათებს, ჩვენ გვახსენდება, რომ თავისუფლებას ყოველთვის აქვს ფასი და ამ ფასს მხოლოდ ღირსეულნი იხდიან. დიდგორი
ეს არის ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველი. გაკვეთილი იმისა, რომ როცა გონება, სიმამაცე და სამშობლოს სიყვარული ერთიანდება, არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენს გატეხას შეძლებს. დიდება გმირებს,